მოდი დავიწყოთ ცოტა შორიდან თქვენის ნებართვით. მართებულად მოიქცა თუ არა თავის დროზე, როცა იყო მაშინ ზია ამაღლობელი, რომელმაც მიარტყა მარჯვენა თუ მარცხენა ლოყაში ბანდიტად ქცეულ პოლიციელს, მილიციონერად ქცეულ პოლიციელს გებუაძეს, რომელიც ხონიშვის დაუწინაურებიათ ახლახან და თბილისში გადმოუყვანიათ რომელიღაც მნიშვნელოვან თანამდებობაზე. რატომ გადმოიყვანეს, ღიად გეტყვით. იმიტომ რომ დააჯილდოვეს ის. იმ ქმედებების, იმ მისი ქმედებების გამო, რომლებითაც ის გამოირჩა რამდენიმე ხნის წინ და მთელი ამ პროცესის განმავლობაში, მათ შორის იმის გამოც, რომ გებუაძე ბოლო წამამდე პრაქტიკულად აი სასამართლო პროცესების განმავლობაში, სასამართლო პროცესების ხდომებზე ამტკიცებდა ბრჭყალებში, რომ ლოყა ახლაც მტკივაო, ლოყა მიაქციეთ ყურადღება, ახლაც შეცითლებული მაქვს. აი ეს დაუფასა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ ვინმე გებუაძეს და ვინმე გებუაძეს ცნო დაზარალებულად, ხოლო მზია ამაღლობელი პრაქტიკულად ტერორისტთან, მოდით ვგებავთ ასე ვიტყვი, დამნაშავედ და 2.5 წელი თუ მეტი მისცა მზია ამაღლობელს დასაჯა. ის როგორც რეჟიმის წინააღმდეგ წასული პირი, მართებულად მოიქცა თუ არა მზია ფორმალური თვალსაჩინო, იურიდიული და იურე კანონის მიერი თვალსაჩინო, ასაკურველია მზიას ეს ყველაფერი არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ მზიამ რეალურად მიარტყარა ხელი პოლიციელად წოდებულ მილიციონერს გებუაძეს, ბანდიტკაცს, რომელიც სახელმწიფოს სადარაჯოზე არ დგას და არის რეალურად რეჟიმის მსახური. ამით მზიამ ხელი უკუღმა თუ წაღმა აარტყა სისტემას და არა კონკრეტულ ერთ პირს, სისტემას, რომელიც ესეთი სასტიკია, ასეთი რეპრესიული ადამიანის უფლებებს ესოდენ ხშირად და პრაქტიკულად ყოველ დღე ლახავს, რომელიც მხოლოდ საკუთარი გუნდის წევრებს ემსახურება და საკუთარი გუნდის წევრებისთვის არის ხელისუფლება, მხოლოდ საკუთარი თავისთვის არის. რომელიც გარდა ამისა არის პრორუსი თუ რუსი, რეალურად რუსი, ანუ ქართულგვარიან რუსთა ერთობა ბანდიტური სინდიკატი. გარდა ამისა არის ანტიდასავლელი, გარდა ამისა არის ანტისახელმწიფოებრივი ელემენტებისაგან გაჯერებული სავსე და ასე შემდეგ. მოკლედ მზია მართებულად მოიქცა. არა მაინც და მაინც კანონისმიერი განმარტებებით თუ ჩარჩოების მიხედვით თუ ვილაპარაკეთ, არა. კონცეპტუალურად სწორი ქმედება იყო დიახ ამ სისტემის ნებისმიერ წარმომადგენელ სისტემა ხო საბოლოო ჯამში ადამიანები ქმნიან ამ სისტემას. ამგვარად უნდა დაუპირისპირდე შენს ხელთ არსებული ყველა იარაღით ხადია, უკეთესია, უმჯობესია, ყოველთვის უკეთესია, რომ არ იყოს შენს ქმედებებში არანაირი ძალისმიერი ელემენტი, როგორც ასეთი. ანუ ძალა არ იხმარო. მაგრამ ხანდახანზე ხშირად ამ სისტემის არაადამიანობისა და გამო, ბიზიდა ივანიშვილის ხელისუფლების არასწორობისა და გამო, ადამიანი, რომელიც ნაკსოვია ნერვებით, მათ შორის ემოციების კრებულია, ხანდახანზე ხშირად ადამიანს შეიძლება ეს გაუჭირდეს კიდეც და ეს აბსოლუტურად გასაგებია. საერთოდაც, როდესაც სისტემა, მოგევათ ასე ვიტყვი, ხელისუფლება უკანონო არა, მხოლოდ იმიტომ, რომ მან რაღაც არჩევნები გააყალბა და რაღაც ძალაუფლებაში ძალით დარჩა, არა მხოლოდ ამიტომ, არამედ იმიტომ, რომ უკანონოა თავისი არსით, უკანონოა თავისი ქმედებებით, ანტიადამიანურია, ანტისახელმწიფოებრივია, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა და ეს საზოგადოება მოაშთოს როგორც ასეთი და მოანგრიოს როგორც ასეთი და სულისკვეთება მისი ჩაკლას და იდენტობას აღმოფხვრას მისი. ამ სისტემა ხელისუფლებას ალბათ უნდა დაუპირისპირდე და მის მიერ მიღებული უფლებული ყველა გადაწყვეტილება, სწორი ბრჭყალებში გადაწყვეტილებებიც კი გულახდილებით თუ იქნებით შეიძლება უკანონოდ მოგეჩვენოს. და უკანონო არის კიდეც, არა მარტო მოგეჩვენოს, არამედ არის კიდეც. სამართლიანი, ეგრეთ წოდებული, სამართლებრივად გამყარებული. როდესაც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის სამართლიანობა და სამართლებრივობა, და არ უნდა მოდიოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში ამგვარი წინააღმდეგობაში ერთმანეთთან, სამართლიანობას გაცილებით დიდი ძალა აქვს და ფორმალისტურ კანონებს ნაკლები ან ძალა აქვს, ან საერთოდ არ აქვს. ძალა დაკარგულები, ან საერთოდ არ აქვს ძალა. ამ შემთხვევაში საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების პირობებში ჩვენთან ყოველდღიურად მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში სწორედაც რომ სამართლიანობა
და სამართლებრივად ყველაფერი გამართულია 2 წელიწად ნახევარი უნდა მიეცაჯათ ძიამაღლობელისთვის განა არა, იმიტომ რომ კანონის თუ კონსტიტუციის თუ სისხლის სამართლის ესა და ეს მუხლი ამას ადასტურებს რასაკვირველია პოლიციელი არ უნდა შეურაცხო არავითარ შემთხვევაში, მაგრამ სამართლიანობის თვალსაჩინო ეს პოლიციელი კონკრეტულად ეს პოლიციელი რომელმაც მანამდე თავად მიაყენა მოქალაქე ამაღლობელს შეურაცხყოფა და მერეც მიაყენა შეურაცხყოფა და საერთოდ ბანდიტური სინდიკატის ერთი ბოძთაგანია, ერთ-ერთი რასაკვირველია, პატარა ბოძუკა, ასე ვიტყვი, მე კარგი რომ არ შემეშალა ერთი თანხმოვანი, თურმე შემეშლება, პრობლემა არ მაქვს, შეგდებულად შემეშლება. ამ პოლიციელის წინააღმდეგ რასაკვირველია, უნდა ანუ წინააღმდეგობა მას უნდა გაუწიო. აი ეს არის მზია ამაღლობელის кейსის მთელი ფილოსოფიური არსი. დიახ, შენ წინააღმდეგ უნდა წახვიდე ამ სისტემისა და ამ სისტემას ასე გებუაძეები, არათო მხოლოდ გებუაძეები. მისი უფროსები თუ მისი უმცროსები, მინისტრები თუ დეპუტატები, პრემიერ-მინისტრი არც თავარი ამ სისტემას ქმნის, ასაზრდოებს ქმნის, აძლიერებს ბიზინა ივანიშვილი. და ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ არა, მე არ მოგიწოდებთ იმისაკენ, რომ აიღოთ ჩანგალი და ჩაარტყათ ბიზინა ივანიშვილს, მაინც და მაინც არავითარ შემთხვევაში უმალს ჯობს, რომ მაშინაც კი როცა ღირსება აყრილები ხართ იქნება და თავშეკავებულები იყვნენ დაითბინოთ. მაგრამ ბიზინა ივანიშვილი საბოლოო ჯამში ხელ უღმა არტყმას, ან ისე მირტყმას, როგორც ბზია მიერტყა გებუაძეს, ისეთ მირტყმას თუ გულახდილები ვიქნებით იმსახურებს და ამაში უკანონობა არაფერი არის, კანონიერი არის ნებისმიერი ქმედება, რასაც ისტორია გაამართლებს. ისტორიას რომ გაემართლებინა ცერგო ორჯონიკიძის მე-11 არმიის შემოსვლა საქართველოში, მისი შემოსვლა იქნებოდა პოზიტიურად შეფასებული. მაგრამ ის რაც ჩაიდინეს ბოლშევიკებმა 21 წლიდან არის უკანონობა თავისთავად და ასევე იმდენად სასტიკი იყო ბოლშევიკური ხელისუფლება დამყარებული საქართველოში, რომ მისი გამართლება ისტორიამაც კი ვერ შეძლო, კარის ისტორიკოსებმაც კი 70 წლის განმავლობაში რა არ გააკეთეს და ვერ მოახერხეს ეს, იმიტომ რომ ნამდვილი ისტორია დაიწერა მეთქი იმ პერიოდშიც და უკვე შემდგომ პერიოდში მით უფრო და აქედან გამომდინარე არის ისტორიაში ჩასაჩეხი და ისტორიის ნეხში გადასასროლი სერგოია ორჯონიკიძე და ქაქუცა შოლოყაშვილი როგორ გგონიათ კანონიერად იქცეოდა? არც კანონიერად იქცეოდა და არც მშვიდობიანად იქცეოდა. მშვიდობით ის არ ბრუნდებოდა ხელისუფლებაში და არაპირებდა ბოლშევიკების ხელისუფლების გადაყირაებას, მაგრამ ქაქუცა შოლოყაშვილი ისტორიამ გაამართლა. 1924 წლის ვერ შემდგარი აჯანყებაც გამართლდა, წარმატებით ვერ დასრულებული აჯანყებაც გამართლდა, იმიტომ რომ ქაქუცა იყო სწორი მიზნებისთვის მოქმედი. ქაქუცა ჩოლოყაშვილი პირდაპირ მნიშვნელობით იარაღით იბრძოდა. მზია ამაღლობელი და არა მხოლოდ მზია ამაღლობელი, კომუნისტების, ანუ სერგო ორჯონიკიძის, ბოლშევიკების, ანუ სერგო ორჯონიკიძის მემკვიდრეების, გებუაძეების და კობახიძეების წინააღმდეგ იბრძვიან მხოლოდ უკეთეს კი არა, ყველაზე მძაფრი როგორიც არის ჩვენი ბრძოლა, ან სალფეთქის ერთ-ერთი პატიმარია დაპატიმრებული სალფეთქის როლისთვის, პირდაპირ მნიშვნელობით სალფეთქის ბრძოლისთვის, ან ხელის მირთმისთვის, ან ახლა მეორე პატიმარზე გადავდივარ, ალეკო ელისაშვილზე უნდა ვილაპარაკოთ. 13 წელი მიუსაჯეს ამ კაცს. მე თუ გულახდილი ვიქნები და თქვენთან ვალდებული ვარ რომ იყო გულახდილი, მე ალეკო ელისაშვილის მაშინდელი ქმედება არ მომეწონა. ისევე როგორც არ მომეწონა ის რომ მივარდა იმ მაშინ დეპუტატს და მერე სუსის უფროსს და ახლა რაღაც სახელმწიფო მინისტრს, უპორტფელო მინისტრს და გენერალი რო დაირქვა საკუთარ თავს თუ ივანიშვილს თუ ყაველაშვილს რომ დაარქმევი და იმ დინარაძეს და უთავაზა ყბაში ძალიან კარგად არ მომეწონა ელისაშვილის ის ქმედება. მაგრამ მოდი ვიყოთ გულახდილები, ალეკო ელისაშვილი მაშინაც როცა დინარაძეს უთხოვდა და მაშინაც როდესაც სასამართლოში შედიოდა და ამ რაღაც ბოთლიდან, ჭურჭლიდან ასხავდა, აპყურებდა, ასხავდა აალებად ბენზინს რაღაც შიდა ტერიტორიაზე სასამართლოსი, ეს იყო მისი პროტესტი და მისი რეაქცია იმისა და გამო რაც გააკეთა ამ ხელისუფლებამ ამ ხნის განმავლობაში. ის ტერორისტი კი არ არის. ის უბრალოდ სასოწარკვეთილი ამ მდგომარეობაში აღმოჩენილი ერთი არასწორი ქმედებით გამორჩეული, მაგრამ 13 წელს რომ არ იმსახურებს ის პოლიტიკოსი კაცია. აკი გითხარით რომ მე არც მირტყმას თუ დარტყმას მდინარაძისათვის ვა, მდინარაძის
მიმართ ვამართლებ მოსხო ყბაში კარგად სხვათა შორის ჭახანი იყო ყბებისა ჭახარის ხმა გაისმა და არ ვამართლებ მით უმეტეს ამ დასხმას ბენზინისა და ლებადის საშუალებისა და ცეცხლის მოკიდების მცდელობას და მე რაღაც კონფლიქტი მოუვა და ხოლმე დამხმარებლად ამიტომ ვერ მოახერხებს როგორც მე მივხვდი და როგორც ვხვდები ცეცხლის მიცემას სასამართლოში მაგრამ ეს არის ბუნებრივი რეაქცია ადამიანებისა რომლებიც სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ საქართველოს ხელისუფლების არამართლწომიერი კი არა კატასტროფული მხოლოდ არამართლწომიერი კი არა კატასტროფული ქმედებების გამო კვლავ ვიმეორებ არ ვამართლებ მაგრამ 13 წელიც არ მემეტება და მინდა ავხსნა რა არის ამის საფუძველი როგორ უნდა დაუპირისპირდე ამ რეჟიმს რომელიც ადამიანებს აპატიმრებს და აპატიმრებს კიდევ ერთხელ ვიტყვი სიამაღლობთან კიდევ ფორმალური საფუძველი აქვს გებუაძის მიარტყა ხელი ლოყაზე რომელიც არ ამზადას კიდევ რაღაც 7 თუ 8 თვეს tkიოდა სალფეთქის სროლისთვის არის დაპატიმრებული ერთი პირთვარსების ცეცხლზე შესაძლოა მეშლება და შესაძლოა კიკნაზე მეშლება და უნდა მოგიბოდიშოთ ერთ პატიმარსაც და მეორე პატიმარსაც გიდასტურებთ პატივისცემას ანდრო ჭიჭინაძე არის დაპატიმრებული საერთოდ არაფრისთვის ზვიად რატიანის ასევე მირტყმისთვის და უამრავი პატიმარი და სინდის პატიმარი არაფერი ექიმი ჩახუნაშვილი არის დაპატიმრებული იმიტომ რომ ის ეხმარებოდა ზიმე მდგომარეობაში, ზიმე ფიზიკურ მდგომარეობაში აღმოჩენილ სხვა დემონსტრანტებს და მათ შორის ახლა პოლიტპატიმარ მსოფლიო ბან ბატა ბურჭულაძეს. რატომ ეხმარებოდიო პატიმრებსო კი არა დემონსტრანტებსო ამას ედავებიან ექიმ ჩახუნაშვილს და ახაც სისულელეს აბრალებენ მათ შორის ტერორისტობასაც გონი სტენიან და ცდილობენ რომ ეს 72 წლის კაცი გააშავონ და საერთოდ ვინ იცის და მოკლან კიდეც საპატიმროში. ასეთი პატიმარი ჩვენ გვყავს დაახლოებით 200 პოლიტიკოსი პატიმრები და სინდისის პატიმრები. ანუ პოლიტიკოსები რომ არ არიან ის პატიმრები და სინდისის პატიმრები. ეხლა მე გეკითხებით ელენე ხოშტარიას ამგვარი მეთოდებით როგორც ებრძვის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება. და რა გააკეთა ელენე ხოშტარია მიჯღაბნა, მისაჯღაბნი კალაძის მისაჯღაბნა პლაკატზე და ამის გამო დაწერილია ელენე მიურჩიან თუ უკვე მიუსაჯეს ამდენ და ამდენ წელს მოწყვიტეს ოჯახს იცით რატომ ბიზინა ივანიშვილის პირადი შურისძიება ბიზინა ივანიშვილი ვერ იტანს ყველა შეუპოვარ ადამიანს მათ შორის ელენე ხოშტარიასაც ამ მიჯღაბნვის გამო კი არა აი ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც რომ არ დაიხია ელენე ხოშტარია უკან და არანაირი კომპრომისზე რომ არ წავიდა საპატიმროში იქნება თუ გარეთ იქნება ერთნაირად ქმედებს ელენე და ბიზინა ივანიშვილმა ეს ვერ აიტანა და ამიტომაც სამაგალითოდ ასჯევინებს იაკა ხოშტარიას. ეხლა მე გეკითხებით რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში ადამიანმა. ელენე გასაგებია რომ არ დაიწყებს არც ფურცლის სროლას, სალფეთქისა, ვიღაცა მიარტყავს სისტემის მსახურ ვინმე გებუაძის ან სხვაგვარის წარმომადგენელს სიამაღლობელი, ვიღაცა სოლიდარობის სწორედ ბზიას მიმართ სოლიდარობის გამო გაიმეორებს პერფორმანსის სახით ამ ქმედებას და ამის ვიდეო კადრი ამდენად მახსოვს და ვიცი არც არსებობს, მაგრამ ზვიად რატიანმა მიარტყა პოლიციელს და დააჭერინა საკუთარი თავის სოლიდარობის ნიშნად. ვიღაცა გააკეთებს სხვა, ვიღაცა საერთოდ უდანაშაულო იქნება და გაწინააღმდეგობას გაუწევს ამ უდანაშაულობითაც მათ შორის ოღონდ შეუპოვრობით ამ ხელისუფლებას. ალეკო ელისაშვილმა გააკეთა ის რაც გააკეთა. მეკითხებით სწორი ქმედებაა თუ არა? არა. მაგრამ ალეკო ელისაშვილის ფსიქოლოგიური, ან თუ გებობთ არ გავბედავ და ვიტყვი ფსიქიკური, ფსიქოლოგიური მდგომარეობა არის სასოწარკვეთილი ადამიანის. ძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის. უიმედოდ მყოფი ადამიანის. აი ამ უსამართლობას რომ ვერ ეგუება იმ ადამიანის პატრიოტი კაცის და დაჩაგრული კაცის მდგომარეობა. პატრიოტი და დაჩაგრული იმავდროულად. რომელიც ვერ ხედავს ვერანაირ გამოსავალს გარდა აი ამ არამართლწომიერი ქმედებისა. კიდევ ერთხელ ვიტყვი. ტერორისტია ალეკო ელისაშვილი. ტერორისტები ეძებეთ საკუთარ რიგებში და იმ ადამიანებში აგრეთვე ხელისუფლებას წოდებულ ბანდას მიმართავ, რომლებიც უხვად არიან საქართველოს ქალაქებში და თუ სოფლებში და პირველ ყოვლისა დედაქალაქში განფანტულები და რომლებიც არ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, გულისხმობ
მეტწილად რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც გადააბსეს ჩვენი ქვეყანა. რომელიმე მათგანი შეგივოწმებიათ, პრევენციულად იცით თქვენ რომელ მათგანს რა პირდაპირ თუ არა პირდაპირ მნიშვნელობით იარაღი აქვს ჩამოტანილი, ან რა წვდომა აქვს იარაღზე, ან რის გაკეთებას აპირებს რამე რომ იყოს, რომ პრევენციულად ხაზგასმით. პოსტფაქტუმ კი არა, როგორც არაერთხელ ან რამდენიმეჯერ მომხდარა, არამედ სწორედაც რომ პრევენციულად იმ 70,000-80,000 მუდმივად ჩასახლებულ რუსეთის მოქალაქეს, იმ რუსეთისა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერია, ამოწმებთ კი, ან მავიცი ყოველდღიურად საქართველოში შემოდის 10,000 ტურისტი რუსეთიდან დაახლოებით, ხო? თუ ლარსინად და თუ აზიმუტის რეისებიდან. მათ ამოწმებთ, რა ჩამოვაქვთ, ვინ ხდება, რა ხდება, სადან თავსებენ, იქ რა ხდება და ასე შემდეგ. კარგით, გავარებოთ ტერორიზმს თავი. იცით თუ არა, რომ რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ნარკობიზნესით არის დაკავებული. სუსი ამას აკონტროლებს, ანუ ჩამოვაქვთ ეს, არ ვიცი რა ქვია, ნარკოტიკული საშუალებები, იაფფასიანი თუ ძვირფასიანი და ყიდიან საქართველოში. ეს ტერორიზმი სახელმწიფოს ან სხვა ტიპის დანაშაული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოწყობილი არ არის. ელისაშვილი რომ გამოიჭირეთ ახლა და გამოჭერილია ის რა საკუთრებია მისივე არა მართლზომიერი, თუმცა სხვა გზა რომ არ აქვს იმგვარი ადამიანის ქმედების გამო. გამოიჭირეთ გათახმებით ალეგავ ელისაშვილმა ხელი ჩაგიგდოთ ხელში, ანუ თითქოს რაღაც შეგდებულად წავიდა ამ აქტზე, სასოწარკვეთილ აქტზე. ის რუსები რატო არ გამოიჭირეთ? რუსები რატო არ დასაჯეთ ამ ხნის განმავლობაში? ერთი რუსი მაინც. რუსი და არა მხოლოდ რუსი, მაინც და მაინც რუსებზე რო არ გავამივიდეს ხელისუფლების გამახვილება. ხელისუფლებას, რომელიც უკანონოა. უკანონოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნების გზით არ მოსულა ხელისუფლებაში და ძალაუფლება მიიტაცა. არამედ უკანონოა იმიტომაც, რომ არჩევნებად წოდებული შემდეგ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანა როგორც ასეთი მონგრეული იყო მისი სულისკვეთება. ქვეყანის ის კონსტიტუცია დაარღვია, რომელიც თავადვე მიიღო, გამშლობა გვინ მიიღო, მაგრამ ამ შემთხვევაში თავადვე მიიღო. დაარღვია არაერთხელ. და შესაბამისად საკუთარი თავი კონსტიტუციის და კანონის მიღმა გაიყვანა, შეიძლება ებრძოლო პრაქტიკულად ნებისმიერი მეთოდით. და უნდა ებრძოლო რასაკვირველია მეთოდით ამგვარით, რამაც ფრიად გააღიზიანა დღეს. სწორედაც რომ დღეს მოქმედი პრემიერ-მინისტრად წოდებული ბანდიტი ირაკლი კობახიძე პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთმა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა ის, რაც პრინციპში ყველა ვიცოდით და ვიცით. გარედან სანქცია, გარეთ სანქცია, შიგნით აქცია. მე გავამძაფრებდი ამ ლოზუნგს და ვიტყოდი, რომ გარედან მძაფრი და მძლავრი სანქციებია საჭირო და შიგნიდან მძლავრი და მძაფრი რადიკალური აქციებია საჭირო იმისთვის, რომ ეს რეჟიმი დასრულდეს. ირაკლი კობახიძემ გვარამიას განცხადებიდან 9 საათში 35 წუთში საპასუხო განცხადება გააკეთა, აიო, ესენიო, ნახეთო, მორიგ უკანონობას ჩადიანო, სწორედ ეს არისო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ყველა ნაირად მიგვანიშნა, რომ ამ სიტყვების მთქმელს, გვარამიას ამ შემთხვევაში ან ნებისმიერს ვინც გაიმეორებს, თავს ადურთინებენ საპატიმროში. მე გეკითხებით, ამის გამო რომ დაიჭირონ გვარამია. ეს ხელისუფლება არ იმსახურებს სალფეთქის სროლას სიფათში? იმსახურებს. არ ვამბობ, რომ გადაწვას იმსახურებს, მეთქი ხაზგასმით ვამბობ, არა მართლზომიერად მოიქცა ალეკო ელისაშვილი, მაგრამ მირთმას ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი, როგორც მზიან მიარტყა არამზადად გებუაძის, ამგვარ მირთმას არ იმსახურებს. ძალადობისკენ არავის მოუწოდებ. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლება, რომელიც უკანონოა და რომელიც სამართლებრივად მის მიერვე შექმნილი კანონებით ქმედებს, მაგრამ სამართლებრივობა სამართლიანობასთან კორელაციაში არ არის, ეს ხელისუფლება იმსახურებს პრაქტიკულად ყველაფერს. ამიტომ ჩემი თანადგომა ყველა პატიმარს და ჩემი თანადგომა ალეკო ელისაშვილსაც. ასე უნდა დავამთავრო მე ეს ვიდეო ბლოგი. ალეკო ელისაშვილს, რომლის არც ერთი ქმედება ბოლო არ ვიცი 10-15 წლის განმავლობაში მე არ მომწონებია. ულახდილად ან ბევრი არ მომწონებია. 1-2-ის გარდა მე მიმაჩნია, რომ თბილისი ჰამქარის ხელმძღვანელი როცა იყო და ისტორიულ უბნებს რომ აქცევდა ყურადღებას და მათი გადარჩენისთვის იღუწოდა, კაცილებით სწორად ქმედებდა ელისაშვილი ალეკო. და პოლიტიკაში რომ მოვიდა, პოლიტიკურ პარტიაში თუ ზოგადად პოლიტიკურ მოძრაობებში,
ხო, იქ ცოტა შეცნობები, ცოტაზე მეტი შეცნობას კი დაუშვა, მაგრამ ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მე ხო, აი მასაც ვთქვი რომ მიდაელიკო კი ბოლოს შეურიგდით, მაგრამ ვარიანტ გამოვლანძღეთ ერთმანეთი. ერთი 2 წლის წინ დაახლოებით სოციალურ ქსელ Facebook-ზე და ასე რომ მე არანაირი რაღაც კარგი ურთიერთობა არ მაქვს ალეკო ელისაშვილთან და არ არის ის ჩემი მეგობარი და ამიტომ არ ვიცავ. არა, მე ვიცავ მას როგორც მოქალაქეს, რომელიც ტერორისტი არა, და რომელსაც უბიძგა ბანდა ხელისუფლებამ, რომ ამგვარი ჭყალებში ტერორისტული აქტი ჩაედინა. სამართლებრივობასა და სამართლიანობას შორის, როდესაც არჩევანი დადგება, მოგიწოდებთ, რომ სამართლიანობის მხარეს იყოთ. ალეკო მართალი კაცია, ესეც უნდა ვთქვათ. ეხ, მართალი კაცია. მამუკა მდინარაძეს კი არ ესიამოვნება, მაგრამ მართალი კაცია, იმიტომ რომ თქვენ მდინარაძეები და კობახიძეები და დგებუაძეები და პაპუაშვილები და ასე შემდეგ ივანიშვილების ფრთებქვეშ მოქცეულები ღალატობთ თავს. ღალატობთ ამ ქვეყნის სულისკვეთებას. სულისკვეთება კი არის ამ ქვეყნისაა, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა, მაგრამ ამავდროულად ვიყოთ ევროპის სივრცის და ანუ ანტირუსეთული სივრცის ნაწილი. ეს იდენტობაა ჩვენი სულისკვეთება და იდენტობა, მაგრამ რას გაგაგებინებთ თქვენ? კუდიანს კი არა, კუზიანს ხომ მარტო სამარე გაასწორებს. პირდაპირ მნიშვნელობით ნუ გაიგებთ. არა, ადრე იქნება თუ გვიან ჩვენ ყველანი წამსვლელები ვართ იქ იმ ქვეყნად და თქვენი კუზიც იქ იმ ქვეყნად თუ სამარეში გასწორდება, როცა იქნება მაშინ. ნახვამდის.